რუსთავის ბაგა-ბაღებში ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ჰუმანური პედაგოგიკის მეთოდოლოგია ინერგება. პროექტი რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით უკვე 1 წელი რაც ხორციელდება და ამ დროისთვის ცნობილი მეცნიერი შალვა მონაშვილის აკადემიაში ტრენინგი რუსთავის ბაგა-ბაღების 600-ზე მეტ თანამშრომელს აქვს გავლილი. ტრენინგების კურსი მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება. ასეთი პროექტი ჩვენს ცხოვრებაში პირველია, როცა მთელი ქალაქი და ქალაქის სკოლამდე აზრდაცებულები ექვემდებარებიან გადამზადებას. ჩვენ მხოლოდ ერთი გზა ვიცით გადამზადების, ეს არის ჰუმანური პედაგოგიკა, სიყვარულის, ურთიერთობის, კულტურის პედაგოგიკა ეს. და ამ საქმით ვიყავით დაკავებული მთელი წელიწადი. ეს იყო ძალიან რთული მუშაობა და ჩვენ ახლა მივიდივართ ფინიშამდე. ამ პროექტით ჩვენმა აღმზრდელებმა ისწავლეს, როგორ მარტივად დანერგონ სახელმწიფო სტანდარტი ჰუმანური პედაგოგიკის მიდგომით. ეს საკითხები დაგვეხმარა ჩვენ პიროვნულ ზრდაში, რადგან ბავშვის განვითარებაში მოდელირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.